საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. მოქალაქეებს უფლება აქვთ შეაგროვონ ხელმოწერები ცალკეული სუბიექტების მხარდასაჭერად. გაავრცელონ სააგიტაციო მასალა და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორც მოხალისედ, ასევე შესაბამისი კანონიერი ანაზღაურების ფარგლებში. ამდენად მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა. ეს განცხადება დღეს კონტროლის პალატამ გაავრცელა მას შემდეგ, რაც მოქალაქეების დაბარების, დაკითხვისა და ჩხრეკის ფაქტები პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა გააპროტესტეს. რა ხდებოდა გურიაში? როგორ ჩხრეკდნენ, კითხავდნენ ადამიანებს? გადაცემის პირველ ნაწილში პირდაპირ საუბარი ჩოხატაურის საკრებულოს წევრთან, თავისუფალ დემოკრატ ვახტანგ გაჩეჩილაძესთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში ჰქონდათ თუ არა ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება დაკითხვების პროცესში. ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებას გურია ნიუსის ჟურნალისტისგან ნატო გოგელიასგან შევეცდებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ პირდაპირ საუბარს. ვახტანგ გაჩეჩილაძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. მე გუშინ დავპირდი ჩემს მაყურებელს, რომ მოვიყვანდი ადამიანს, რომელიც პირადად დაკითხეს და მას მოვაყოლებდი იმ პროცესის შესახებ, თუ რა ხდებოდა დაკითხვების დროს. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ იმით, რატომ გახდით თქვენ რა საბაბით მოგიწვიეს დასაკითხად? კონტროლის პალატის წარმომადგენლობა, ანუ ობიექტი როგორ გახდა? რის საფუძვლზე ჩვენ გამოვცხადდით ამ შეხვედრაზე. ეს არის საქართველოს კონტროლის პალატა, მოქალაქე უწყება საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა განმარტების მისაცემად. ასევე დამატებით გაცნობებით ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 252 მუხლის საფუძველზე გააქვთ უფლება გაეცნოთ საქმის მასალებს, მისცეთ ახსნა განმარტება, წარადგინეთ მტკიცებულებანი, განაცხადოთ შუადგურებანი საქმის განხილვისას ისარგებლოთ ადვოკატის იურიდიული დახმარებით. საქართველოს კონტროლის პალატისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა ისჯება კანონით. შეხვედრა დანიშნულია მისამართი. გასაგებია. დაგიბარეს როგორც ვიცი გამგეობის შენობაში იქ ხდებოდა, ხო და? ჩვენ ჯერ ვერ გავარკვიეთ ეს მისამართი თბილისში იყო თუ სად იყო. გავარკვიეთ მე მეორე დღეს ეს იყო თურმე ჩვენთან ადგილზე მუნიციპალიტეტის შენობაში, წერტილის 2 ნომერში და საქმის გასარკვევად ჩვენ როგორც აგვიხსეს ამ წერილს მიხედვით როგორც გავიქეთ, ეს იყო საქმის გარკვევა. მაგრამ მაგალითი ქონდა ლანჩხუთის, წინა დღეს ლანჩხუთში ჩატარდა ანალოგიური დაკითხვები და არავითარი ახსნა განმარტება. და ამისათვის ჩვენ უფრო სერიოზულად მოვემზადეთ და დაუკავშირეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საიდანაც 3 ადვოკატი ჩამოვიდა ჩვენს დასაცავად. მივედით დილის 11:20-ზე გამგეობის შენობაში და ცოტა უცნაური სიტუაცია დაგვდა, დაგვდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, დაახლოებით 10-15 კაცი, რომლებიც შენობაში არ უშვებდნენ არავის ალბათ, გარკვეულად მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლებს ისიც არჩევის წესით. მე უთხარი ვინც ვიყავი, პრობლემა ჩემთვის პირადად არ შეუქმნა, მითხე შემოგბრძანდით, მაგრამ რო შევედი იქ ვინც იყო უფროსი, უთხარი რომ მე მახლავს ადვოკატები და მე მაგად გარეშე არ შევა. თანაც აქ ამ ფურცელზე არის დაწერილი შავი თეთრზე ის რომ კი ბატონო, აქ წერია. ამან ცოტა დაბნეულება გამოიწვია, როგორც შევატყვე და დაახლოებით საათნახევარი დაჭირდა სადღაც იქ ზევით ოთახებში ვიღაცეებთან, რომ ადვოკატები შეგვეყვანა თუ არ შეგვეყვანა. ბოლო-ბოლო მივიღეთ თანხმობა. ავდივართ მეორე სართულზე, შეგვიყვანეთ ცალკე ოთახში. მეც და ის ადვოკატებიც ვინც მე მაქვს და კარგად საგულდაულოდ გავჩხრიკეს, დაგვატოვებინეს აბსოლუტურად ყველა ნივთი. გაჩხრეკვაზე უფრო კონკრეტულად მინდა, ანუ ნაწილი ჩივის, რომ მათ გახდაც კი აიძულეს ტანსაცმელი. იცით როგორ იყო? იყო მართლაც მსგავსი. აი დეტექტორებს როცა სინჯავდნენ, ხო, რაღაცა არაცაიმედო სიგნალს რომ მიიღებდნენ, იძულებული გახდა, აი ჩემი ადვოკატი ბოლოს ყაბულს იყო, რომ აი ჩავიხდი შავალზე, ნახეთ თუ რამე მაქვს. მე ცოტა სასაცილო იყო, ხო? მე ფეხსაცმელების გამხდარით, არ დამიჯერესო ფეხსაცმელში არაფერი არ შეიძლება იყოს. აი ამდენ რაღაცა. ანუ იყო მართლაც. როგორ არ იყო? ანუ ყველგანაცე იყო, საერთოდ სადაც კი ჩატარდა. რა თქმა უნდა, ხო? აი ამის შემდეგ შევედით უკვე იქ, სადაც დაგვდა, როგორც თვითონ გაგვეცნო კონტროლის პალატის ამ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი ბატონი კახა საჯაი. დიახ. და თქვენ და თქვენი ადვოკატი იყავით მხოლოდ აი ამ კონკრეტულ ადვოკატი და მე მე ახსნა განმარტება მეგონა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც დაკითხვა იყო. პირველი გავისაუბრეთ,
ბიოგრაფიული მონაცემები, ნუ ეს ოჯახური მდგომარეობა, ეს ცოტა მოკლედ და ორი ძირითადი თემა შემომთავაზა ამ ადამიანმა, რომ მე განმარტებები მიმეცა. პირველი ეს იყო ბატონი ფიძინა ივანიშვილის და ბატონი ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეების აღდგენის მოთხოვნაზე, რომ ჩვენ დავდიოდით და ამას მოსახლეობაში ხელწერებს ვაგროვებდით და მეორე ქართული ოცნების გაზეთის გავრცელებასთან დაკავშირებით. პირველ თემასთან დაკავშირებით ძირითადად დაინტერესდა დაფინანსების კუთხეებით. ნუ აქ ანუ რას გიხდიდნენ ამაში თუ როგორ იყო იცით ოფიციალურად ჩვენი პარტიის რადგან ძალიან დიდი ბოდიში გაწყვეტინებთ ანუ ოფიციალურად კონტროლის პალატა აცხადებს მე გუშინ დამპირდა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დღეს მართლაც ამისრულა ეს დაპირება და გამომიგზავნა ის ქაღალდი ანუ ის საბუთი რის საფუძველზეც ხორციელდებოდა ეს არის ეს არის კონტროლის პალატის განაცხადი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამ დაბარებების, ამ დაკითხვების საფუძვლად კონტროლის პალატას ესახება ის, რომ ქართული ოცნება და მისი წარმომადგენლები არ აფიქსირებდნენ, არ წარადგენდნენ ოფიციალურად იმ ხარჯებს, რაც მათ ჰქონდათ, მაგალითად ოფისების დაქირავებასთან დაკავშირებით. ასეთია ოფიციალური განმარტება კონტროლის პალატის მხრიდან, რაზეც საუბრობენ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს. ხო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ჩვენთან რაიონში ოფისი ოფიციალურად არის გაფორმებული მე პატრონესთან ხელშეკრულება აქვს. ქართულ ოცნებას გაფორმებული მასთან, ეს დამალული არ არის, ამის დოკუმენტაცია არსებობს. ეს ერთი, მეორე, დაინტერესენ იმ ხარჯებით და იმ ფინანსებით, რითი არსებობთ ჩვენ, ეს ამ ეტაპზე საერთოდ გამორიცხული ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომლისთვისაც ამ ეტაპზე და საერთოდ ისედაც ფინანსების მნიშვნელობა არ აქვს, თუ საარჩევნო რეჟიმზე გადასვლისას არ გაგჭირდება, ხო? თქვენ ამ ოფისის ხარჯებთან რაიმე შეხება გქონდათ პირადად? საერთოდ ოფისის ხარჯებთან შეხება არცეც არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ცენტრალური ოფისიდან იხდის კერძო მე პატრონისა ის ჩვენი ოფისი და გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. ანუ იმ ადამიანებს, ვინც დაიბარეს კონკრეტულად თქვენს რაიონში, ოფისის ხარჯებთან არ ქონდათ შეხება ხო? არცეც, არავითარ შემთხვევაში. კარგით, რაც შეეხება ან ხელმოწერების შეგროვების მიზნით ხო, დაინტერესენ რამდენი ადამიანი აგროვებდა. მე ვკითხე რომ რამდენი ადამიანიც ყავთ თქვენ დაბარებული, ალბათ ამის მეტი არ არის, თორე თქვენ უფრო მეც დაიბარებდით. რა თქმა უნდა, ეს მისთვის დარჩა საერთო და კიდე დაინტერესდა. როგორ იყო, იცით, რამდენიმეჯერ კითხვა ერთ და იგივე სხვადასხვა კონტექსტით იყო დასმული. ნუ ეს ალბათ ცოტა იმაზე იყო გათვლილი, შეიძლება ცოტა დაუნეული ყავით, ხო? არაფერი იყო იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ყველა ვამბობდით სიმართლეს. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკური სახის შეკითხვები იყო თუ არა ბატონო ვახტანგ? რადგან ქუთაისში ამბობენ, რომ მათ მაგალითად აიძულებდნენ დაეწერათ, რომ ქართული ოცნება უხდიდათ ფულს. ბევრი ამბობს, რომ ეს დაინტერესებს ამით გიხდით თუ არა ქართული ოცნება ფულს. მე კიდე დავინტერესდი, რა სახის ფულზე იყო საუბარი. ერთადერთი დაფინანსება, რაც ყველამ ერთად მთელ საქართველოში მიიღო, ეს იყო ხელმოწერებთან დაკავშირებული გაცემული, ნუ ხელფასი დავარქვათ თურნებავთ. სხვა დაფინანსება ჯერჯერობით არავის არ აქვს. თუ იყო შეკითხვები თქვენი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, მაგალითად, თქვენ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით? პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ნუ ოჯახის წევრები რითი იყვნენ დასაქმებული და საერთოდ შემოსავლებითაც კი დაინტერესენ, ოჯახის შემოსავლებით. აი რითი ვარსებობთ? აჰა დასამალი ჩვენთან არაფერი არ იყო, მე ჩემი ხელფასი მაქვს, მეუღლეს ხელფასი აქვს, ოჯახში დედა მყავს, იმას სამი შემოსავალია, ეს მე არ მეგონა თუ აქეთ საჭირო გახდებოდა იმ მომენტისთვის მაგისი ახსნა-განმარტების მიცემა. და ყველაზე საინტერესო ხალხონეკა რაც მოხდა იქ საუბარში ბოლოს, აი ამ გაზეთების გავრცელებასთან დაკავშირებით იყო. ესე იგი, ეს ადამიანი მეუბნებოდა და მიმარტავდა, რომ არის კანონი, რომელიც გძალავს მოქალაქის მიერ ნებისმიერი სახის დახმარებას რომელიმე პარტიისათვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ესე იგი, უანგაროდ. მე უხსნი რომ ჩვენ ვართ პარტიის წევრები, ჩვენ ვართ ამ კოალიციის წევრები, ხო? ჩვენთვის გაზეთის გავრცელება არის ჩვენი საქმიანობა. ეს არ არის ჩვენ არ ვართ დაქირავებული, ჩვენ არ ვართ გარეშე პირები და თუ კი ვინმეც ექნება სურვილი ჩვენ ამაში დაგვეხმაროს, მისი სურვილით მოვა და ჩვენ არავის ამას არ ვავალებთ, არა? ნუ აი კიდევ იგივე თემა რომ ეს დაჟადია, ეს ასე არ შეიძლება და ნუ აი მინიშნება კიდე იმაზე რომ დავუშვათ მე როგორც ექიმი, მეორე ჩემი კოლეგა იყო კიდე დაკითხვაზე. აი ჩვენ ოპოზიციონერებს ვინჯავთ თუ არა უფასოდ. ეს მე უთხარი რომ ეს არის არა ოპოზიციონერებს უფასოდ გასინჯვა, იმიტომ რომ ჩვენ გუნდი ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენ ერთმანეთთან ასეთი ურთიერთობა
ქართველები ვართ ბოლო-ბოლო, ხო? რაფერთ არ შეიძლება ყველაფერი გადავიტანოთ ფულზე. ეს მე ვერ გავაგებინე ყოველ შემთხვევაში რა. და რა ვიცი ხო? ხო გეუბნებით, არა 3 საათნახევარი მიდიოდა ჩემი ეგრეთ წოდებული დაკითხვა. კიდევ რა პოლიტიკური სახის შეკითხვები იყო? გასაგებია ოპოზიციონერებს სინჯავ თუ არა ოპოზიციონერებს. აი მაგალითად იყო ასეთი რომ რატომ მაინდა-მაინც დაუშვათ ამ მხარეს. მე გარკვევით დავწერე პირდაპირ ჩემი ხელწერით. ანუ რატომ მაინდა-მაინც ქართული ოცნების მხარეს ასეთი არა, საერთოდ ხო, თუნდაც თავისუფალი დემოკრატები მე თავისთავად ეს კოალიცია, ხო? მე ჩემი აზრით ჩამოვუყალიბე წერილობით და უდასტურე რომ მე მინდა ხელისუფლების შეცვლა. ეს არის ჩემი მიზანი. და ეს კოალიცია ძალა, რომელიც ამას გააკეთებს. ეს რა თქმა უნდა არ მოიწონა. და ბოლოს, როცა უთხარი მე რომ აი ამ ჩვენი საუბრის, ამ ჩვენი ჩანაწერების მიხედვით, თუ მოყვება ამას, შემდეგ გაგრძელება. ასეთი პასუხი მივიღო, რომ ეს მთელ საქართველოში ხორციელდება. ისინი თვლიან, რომ არის ძალიან ბევრი კანონდარღვევა, რომ ეს მასალები მოიყრის თავზე, გადაეცემა პროკურატურას. რომ მე ჩვენ თვითონ ჩვენთანაც ალბათ, გვექნება მე ურთიერთობა პროკურატურას. ბატონო ახლა როგორ იყო ადვოკატების რეაქცია ახალგაზრდა იურისტების რომ ჩვენმა დაუცებად მოვიწვევთ ეთერში როგორც ჩემასევე სხვა ფორმატში. აბსოლუტურად ჩართული იყვნენ ყველაფერში. მე ადვოკატებს თხოვე რომ მე არ ვარ სპეციალისტი იურისტი და შეიძლება რაღაც იურიდიული ტერმინოლოგიებში ვერ გავერკვიო, ხო? თუ კითხვა არ იქნება სწორად დასმული მისაღები ჩემთვის და მათთვის ამის განმარტება უნდა მოეცათ და რამდენჯერმე დამეხმარა. შეუსწორეს რომ აი ეს კითხვა აგვიხსენით ჩვენ რა კონტექსტში ეკითხებით და უშუალოდ რა გაინტერესებთ. არის სიამოვნება დათი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ადვოკატების დახმარება მომეჩი იყო ძალიან კარგი. სხვა ადამიანების დაკითხვებს თუ ესწრებოდნენ ადვოკატები თქვენი ინფორმაციით? კი, აბსოლუტურად ყველა ჩვენ მთელი გუნდი ვინც ვიყავით იმ დღეს. დაბარებული აბსოლუტურად ადვოკატებმა ორდერი ამოწერეს ყველაზე, მაგრამ მოხდა რამდენიმე 3 ისეთი ფაქტი, რომ აი სანამ მე ვიყავი დაუშვათ დაკითხვაზე, ერთი ახალგაზრდა ჩვენი თანამოზიარე უცბად შეიყვანეს და შუა დაკითხვის დროს ისე ყასიდად კითხეს, რომ გჭირდება თუ არა ადვოკატი. ცოტა ისეთი გაბედული გოგოა და მე დავამთავრე უკვე თქვენთან ყველაფერი და აღარ მჭირდება ადვოკატი. არ შეშინებულა, არ ზარბინებულა. რა თქმა უნდა, ეცადე რომ ესეთი მომენტები ყოფილიყო. რა გითხრეს, როგორ გაგრძელდებოდა ამის შემდეგ თქვენთან ურთიერთობა თუ დამთავრდა? არა, საბოლოო სიტყვა ასეთი იყო, რომ ჩვენ რაღაც გარკვეულწილად მაინც დამნაშავეები ვართ. და ამას პროკურატურა გაარკვევს. აი ეს იყო მათი ბოლო სიტყვა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ვახტანგ გაჩეჩილაძე იყო გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი, რეკლამის დროა გადაცემაში, რეკლამის შემდეგ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთან ერთად დავბრუნდებით. გურია ნიუსის ჟურნალისტ ნატო გოგელიასთან ერთად ბრუნდებით ეთერში ნატო საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. რა ხდებოდა გურიაში ჟურნალისტის თვალით? დავიწყოთ იმით, რომ მე რამდენადაც ვიცი, გურია ნიუს უშლიდნენ ხელს. კი, ეს დაიწყო ორშაბათს. თვალყური რომ ედევნებინათ პროცესისთვის. ეს დაიწყო ორშაბათს, როდესაც ლანჩხუთში მიმდინარეობდა დაკითხვები და საკმაოდ ჩუმა და გაუხმარებლად. ჩვენი ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი არა უშვეს შენობაში, სადაც დაკითხვა მიმდინარეობდა, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. გაგრძელდა გუშინ ჩოხატაურში და ოღონდ ძალიან სხვა ფორმებით. გადაკეტეს გამგეობის შესასვლელი, იმ დღეს იყო საკრებულოს ხდომა 2 საათზე. არ შევშვეს არავინ, აბსოლუტურად, მათ შორის არც საკრებულოს დეპუტატი. როდესაც ვითხოვდით განმარტებას, რის გამო არ გუშევდნენ, მათ პასუხი არ ჰქონდენ. იყო მითითება, რომ დაგვერეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ზურაბ ეტაძესთან. ეს იყო დაცვის პოლიციის მხრიდან გაკეთებული განმარტება და მისგან მიგვიღოთ ახმობა გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე. შესაბამისად დაურეკეთ, ვთხოვეთ დახმარება, მან გითხრა, რომ დაგვეხმარებოდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენ სატელეფონო ზარებსაც არ უპასუხა. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვცდილობდი შევსულიყავ გამგეობის შენობაში და შემეტანა დოკუმენტი. ეს იყო საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, დამეტოვებინა კანცელარიაში და გამეტარებინა. დაკითხვა მიმდინარეობდა მეორე სართულზე და იცავდა მეორე სართულს დაახლოებით 12-მდე დაცვის თანამშრომელი. და რაც ყველაზე საინტერესო დაკითხვები უკვე ტრადიციად ექცათ მიმდინარეობს კულტურის სამსახურის ოთახებში. ეს იყო ლანჩხუთშიც, ოზურგეთშიც იგივე სიტუაცია იყო და ანალოგიურად ჩოხატაურში. ნატო, რა კი ჩამოაგდეთ სიტყვა სწორედ ამაზე, რა ოფიციალურ საფუძველზე კითხავდა კონტროლის პალატა გამგეობის შენობებში ამ ადამიანებს. ეს არის ძალიან საინტერესო, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამას ჰქონდა აბსოლუტურად სწორი იურიდიული საფუძველი.
თუ ეცადეთ გადაგემოწმებინათ? სწორედ მაგ განცხადების დატოვება მინდოდა ადმინისტრაციაში და ვითხოვდი ინფორმაციას რის საფუძველზე და რა დოკუმენტის საფუძველზე იყო კონტროლის პალატა შესული და გამგებს ორი ოთახი ქონდა დაკავებული, თუმცა როგორც გითხარით, განცხადება არ დაიტოვეს, ჩვენ დღეს დავტოვეთ, მოვახერხეთ განუწყვეტ დღეს თავისუფალი იყო. ჩოხატაური, რასაც ვერტყვით ოზურგეთზე, სადაც იყო იგივე სიტუაცია, თითქმის რაც ჩოხატაურში, ჩვენ ჟურნალისტ გიორგი კირკელიძეც საკმაოდ სერიოზული პრობლემი შეექმნა, საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა, იმიტომ რომ ის არ ყვებდა თუ რატო არ უშვებდნენ ჟურნალისტებს და რატო არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო, თუმცა ჩოხატაური იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ თავიდან შეექმნა პრობლემა ადვოკატებს. დიახ. ისინი გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ რა ხდებოდა. ყველაზე საინტერესო იყო ბოლო წუთებში სადღაც დასასრულის ხანს ადვოკატის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ მას პროვოკაციას უწყობდა კონტროლის პალატის წარმომადგენელი ვინმე გაგა ჩაქსელიანი, როგორც ადვოკატმა გითხრა. მისი თქმით ის მივიდა მასთან, არ მისცა ჩანაწერის გაკეთების უფლება და ქუჩური გარჩევის რაღაც სახე ქონდა. სხვათა შორის ეს გაგა ჩაქსელიანი იყო დღეს ოზურგეთში დაკითხვაზე, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა გითხრა, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენელს თხოვეს პირადობის მოწობა სამსახურებრივი, თუმცა მან ვერ წარმოადგინა ეს დოკუმენტი შესაბამისად არსებობს ეჭვი, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები. ანუ არც ერთმა არ წარმოადგინა ასეთი საბუთი თუ ერთეული განაკლისის შემთხვევა. არც, როცა მოსთხოვე ამ ადამიანებმა ვერ წარმოადგენეს, რომ არ ეს სხვა საკითხია. თქვენ დაკვირვებით როგორ მიმდინარეობდა თვითონ პროცესი, ანუ რას ყვებოდნენ გამოსული ადამიანები? საინტერესო იყო განსხვავებით ოზურგეთიდან ჩოხატაურში პრობლემები თავიდან ადვოკატის შეყვანაზეც იყო. სადღაც 2 საათის განმავლობაში. თუმცა ბატონმა ვახტანგმა წინასწარმეტყველმა თქვა, რომ მას შეაყვანეს 3 ადვოკატი ახალგაზრდა. კი, შეაყვანეს ადვოკატი მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ადვოკატმა ზაიასი დაურეკა კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეს დევი ვეფხვაძეს, ეს ჩვენ ამის კადრებიც გაგვაჩნია და თხოვარ იქნებ დამეხმაროთ, რომ ადვოკატი ვერ მიშვებენ და სხვათა შორის ვეფხვაძემ გადაამისამართა პრესამსახურთან. შემდეგ ალბათ მოხდაშით რაღაც არ ვიცი, ერთმანეთში გაარკვიეს და ადვოკატების შეყვანა. შემდეგ ხდებოდა რაღაც წამიერად გაუფრთხილებლად ამ ადამიანების ისე შეყვანა, რომ ადვოკატებს შიგნით აღარ უშვებდნენ. შესულებს ეუბნებოდნენ, რომ დაცვაზე ამბობდნენ უარს დასაკითხი პირები, თუმცა ჩვენ გვაქვს ამის კადრები, იქიდან გამოსული ადამიანები ამბობდნენ, ჩემთვის არავის არ უთქვამს, რომ მე შემეძლო ადვოკატის შეყვანა, მე არ მithქვამს უარი ადვოკატის მომსახურებაზე. იყო ერთი ესეთი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ადამიანი დაკითხეს და გამოსულმა გითხრა, რომ მას ეუბნებოდნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები, რომ ჩვენ ამოვიყვანთ ადამიანს, რომელსაც დაგაპირისპირებთ, რომელიც იტყვის, რომ შენ თანხა გადაუხადე. არადეს ადამიანი ამტკიცებდა, რომ მე არც არავისთვის გადამიხდია თანხა და არც არავის არ მოუცემ, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით, იური ვაზაგაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით უაგროვით ხელმოწერებს და ეს იყო სრულიად უსასყიდლოდ. რა ნიშნით იყვნენ ეს ადამიანები შერჩეული? ანუ იყო თუ არა რაღაც საერთო ნიშანი, გარდა იმისა, რომ დაუშვათ ისინი იყვნენ ოპოზიციური პარტიის წევრები ან მომხრეები. საერთოდ გავრცელებული ინფორმაციით ზოგიერთი მათგანი პრინციპში არის პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი, რომელიც დაუშვათ პრესას ავრცელებდა. არა, იყო ისეთი ადამიანები, თუ საერთოდ კავშირი არ ქონდა, მაგალითად ჩვენი გურიანიუსის დამფუძნებლის ია მამალაძის ძმა ზალ მამალაძე, რომელსაც 3 წელი არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, არც ერთ პარტიასთან, ის დაიბარეს დაკითხვაზე და 11 საათზე დაბარებული შეიყვანეს სადღაც 7 საათზე და თითქმის 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ. იმასაც იგივე კითხვებს უსმენდნენ, რა კავშირი აქვს პარტიებთან, რა ურთიერთობა აქვს პოლიტიკოსებთან და ასე შემდეგ და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ზალ მამალაძეს კითხეს, რომ სტომატოლოგია პროფესიით და კბილი ხო უფასოდ ხო არ ამოგიღია ოპოზიციონერის წარმომადგენლებისთვისო. თუ როგორც აღმოჩნდა, ესე დასჯადი ყოფილა, არ შეიძლება შეიძლება რაღაც სხვანაირად გაიგოს, თუმცა მართლა ვერ გავარკვიეთ, ჩვენ ამის განცხადებაც გვინდოდა დაგვეტოვებინა, რის საფუძველზე დაიბარეს ზალ მამალაძე, მართლა უცნობ, რომ არანაირი კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან მას არ აქვს. რას ყვებოდნენ, ანუ იყო თუ არა მაგალითად რაღაც დაშინების მცდელობა, პრევენციის მცდელობა იმის, რომ შემდგომში ამ ადამიანებმა აღარ მიიღონ თქვათ აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ მოძრაობებში. იყო თუ არა ესეთი მინიშნებები, რას ყვებოდნენ გამოსული ადამიანები? ძირითადი მინიშნება იყო იმაზე, რომ რატო იყვნენ და რა უნდოდა, რომ ეს კარგი არ იყო. აბსოლუტურად ყველა მათგანს უთხრეს, რომ მათ მოუწევდათ პროკურატურაში მისვლა აი ამ საქმეების საფუძველზე, თუმცა არ უკონკრეტებენ რა საქმეებია, კონკრეტულად რა სიძიებენ, ეგეც უცნობია, იმიტომ რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. ოფიციალურად ამბობენ იმას, რომ ძირითადად ეს ყველაფერი შეეხება ოფისის ხარჯებს, რომლებიც ანუ არ არის დაფიქსირებული ოფიციალურად. იცით რა, საინტერესო ის რომ კოალიციას ოფიციალურად ოფისები ჯერ არ გაუხსნია. გურიაში ვერ ნახავთ წარწერებს კოალიცია ქართული
ოცნება. ეს გაჩნდა ჩოხატაურში რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში ესეთი ის არ არის არც. ლანჩხუთში შესაბამისად რა ოფისებზე საუბრობ, როდესაც ოფიციალურად არც ხელმძღვანელია დანიშნული მისი კოალიციის, არც არავინ არ იცის ვინ იქნება, არც დაფუძნება მომხდარა. მართლა გაუგებარია. ვერ გეტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ მე ჩვენს გვაინტერესებს ჟურნალისტებს. გურე ნიუს მუშაობს რამდენიმე დღე ამ საკითხებზე და ვერანაირი ინფორმაციის გამოტანა ვერ შეძელდა. გუშინ როდესაც არ გვიშვებდა დაცვის თანაშმული და პასუხი ვერ მივიღე ვერაფერს. დაურეკე საპატრულო სამსახურს. იქნებ მოხვიდეთ და დამეხმაროთ, რომ აი არ მიშვებენ და ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავენ, ჟურნალისტურ საქმეებში ხელი მეშლება. ეს ხდებოდა სადღაც 12 საათისთვის. ნუ არ მოვიდნენ, ნახევარსაათში კიდე დაურეკე. პარალელურად დაურეკე ზურაბ გვენეტაძე, სამხარეო სამმართველოს უფროს. ნუ კიდე არ მოვიდნენ და დავინახო იქვე მდგარი საპატრულო მანქანა, სხვათა შორის პოლიცია პატრულირებდა მიმდებარე ტერიტორიას, ძალიან კარგად აფიქსირებდნენ და მივედი, იქნებ თხოვოდა ახლა, რომ ჩემი მისვლისთანავე მანქანა წავიდა. მესამეჯერ დაურეკე და ვეუბნები, მან და მეც უნდა დამაყაჩაღო რომ მოხვიდეთ. კარგი, მაყაჩაღებენ, იქნებ მაინც მოხვიდეთ და არანაირი რეაგირება და სადღაც საღამოს 10 საათისთვის მირეკავს პოლიციის გამომძიებული მეუბნები რომ გამოკითხვაზე ვარ დაბარებული პოლიციაში იმის გამო რომ დილით დაურეკე და შეტყობინება გადავეცი და საღამოს დამკითხეს რომ აი რატო დაარეკე დილით ახლა ეგ არ ვიცი ამას რა ქვია ვერ გიტყვი არც ვიცი რა მიზანი ამოძრავდეთ ამ ადამიანებს მე დაზუსტებით ვიცი ის რომ ჩვენ შევიტანეთ ოფიციალურ განცხადება პოლიციაში და ვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას რომელმაც ჩემს კონსტიტუციურ უფლებების შელახეს არ მოგცეს საშუალება განგვახორციელება ჟურნალისტური საქმიანობა და ნამდვილად მაინტერესებს რატო ნახდა მით უმეტეს რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა არანაირი კომენტარს არ აკეთებს არც გუბერნატორი არც მისი მოადგილეები გამგებელი საკრებულო ხო საერთოდ რაზეა ლაპარაკი არც მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოს ხო რაზეა ლაპარაკი არც საქართველოს პარლამენტის ამბობენ რომ არ იციან რა ხდება მით უმეტეს ჩოხატაურში ზუსტად დეპუტატის ბიუროს ოთახში ხდებოდა ამ ადამიანების ტანსაცმლის გახდა და ხშირი იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც გაჩრეკვის მიზნით უწევდათ გახდა. კი, საკმაოდ ხშირი იყო, ამას ყველა საუბრობდა. მე გეტყვით, ერთ მე მოვერიდები ქალბატონი და მის სახელით და გვარის დასახელებას, თუმცა ის არის საიას ადვოკატი, რომელსაც გახადეს მაისური და შესაბამისად მოთხოვეს სხვა რაღაცების გახდაც შეწუხდა ბუნებრივი და კომენტარი გაუკეთეს ესეც ეს არაფერი არ არის თქვენ რო შემოვიდა ეს სულ გავაშიშვლეთო ანუ ესეთი ფაქტები იყო ძალიან იმიტომ რომ ყველა მათგანი საუბრობს იმაზე რომ იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ოთახებში ეს გახდა შემოწმებები ფეხსაცმელის რაღაც ადვოკატმა ოფიციალურად განაცხადა გია ქარცევაძემ ეს ადვოკატმა რომ მას სწხოვდნენ შარლის გახდას თუმცა ის არ დათანხმდა ამაზე თუმცა ის ადამიანები რომლებიც ადვოკატის გარეშე შეიყვანეს ჩუმჩუმად ბუნებრივია რაღაც უფრო რთულ მდგომარეობაში იქნებოდნენ და მე მესმის მათიც რომ გამოდიან და ისეთ კომენტარებს ვერ აკეთებენ როგორც ის ადამიანები ვინც ადვოკატებთან ერთად შედიან თუმცა ოზურგეთში დაკითხვები ხვალაც გრძელდება სხვა რეგიონებთან უბრალოდ ჟურნალისტებთან სხვა რეგიონებში თუ გქონდათ რაიმე კოორდინაცია ანუ ვერ შეძლეს მათ დაეფიქსირებინათ ფაქტები შესულიყვნენ დაეფიქსირებინათ იგივე დაკითხვის პროცესი როგორც ვიცი არც აი ვისაც ვესაუბრეთ არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა რომ ჟურნალი შესულიყო და ეს პროცესი დაიფიქსირებინათ თუმცა აქ საუბარი არ არის დაკითხვის პროცესის გასაგებია იქ შეიძლება არ დაასწრონ მაგრამ საუბარი შენობაში შესვლაზე ადამიანებთან დაკონტაქტებაზე საქმე ეხება თვითმმართველობის შენობებს იქ სად არის განთავსებული საგანმანათლებლო რესურს ცენტრი საკრებულო გამგება ხო ზუგეთში მაგალითად სამხარეო ადმინისტრაციაც იქაა საჯარო რეესტრიც იქაა მოქალაქეებსაც არ უშვებდნენ განცხადებები ვერავინ ვერ დატოვა ვერავინ ვერ შევიდა ანუ საქმიანობა რისთვისაც არის ეს ოფისები შეჩერებული იყო? აბსოლუტურად. თვითონ რომ გამოსულები ამბობენ რომ ჩვენ ჩვეულებრივად მუშაობთ, მაგრამ არ ვიცი, მართლა არ ვიცი რას ნიშნავს. ჩვეულებრივი მუშაობთ, იმიტომ რომ გუშინაც და დღესაც ჩვენი ჟურნალისტები, გორიანიუშის ჟურნალისტები დილის 10 საათიდან, აი, დაკითხვების დამთავრებამდე ვიყავით გამგეობის შენობასთან. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა შემთხვევა, აი ჩვენ შევეშვით, ან ვინმე ისეთი ადამიანები შეეშვათ, რომ აი მათ თქვათ ვიღაც დახმარება სჭირდებოდა. იგივე არ შეუშვეს ოპოზიციონერი საკრებულოს დეპუტატი ოზურგეთში ლელანა ცვალაძე არ შეუშვეს საკრებულოს შენობაში. გასაგებია. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს ამ პროცესს, კიდევ მოვიყვანთ იმ ადამიანებს ვინც დაიბარა კონტროლის პალატამ და გამოკითხა, ასევე პირდაპირ ეთერიდანაც მინდა მოვიწვიო და ვაწარმოებთ უკვე მოლაპარაკებას პრეს-ცენტრთან. ძალიან გვინდა რომ ჩვენი სტუმარი იყოს კონტროლის პალატის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე და ძალიან ვეცდებით ამ შეკითხვებზე აუცილებლად მივიღოთ პასუხი. დიდი მადლობა ნატო იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ეს იყო პირდაპირ საუბარი ნატო გოგელიასთან დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალაც საათამდე და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.